მოგესალმებით ეთერშია სტასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. საუბრისას შევეხეთ ევროპული ინტეგრაციის საკითხებსაც ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს საერთო ხედვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით საერთო გამოწვევებიც. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით ორმხრივად გამოცდილების გაზიარება და მჭიდრო კოორდინაცია. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან პრემიერმა აღნიშნა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია სერბეთის რესპუბლიკის გადაწყვეტილება თბილისში საელჩოს გახსნის შესახებ. საქართველოს თანხმედრა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში 40%-მდე შემცირდა. ამის შესახებ ევროკავშირის ანგარიშშია აღნიშნული. ამასთან ანგარიშის თანახმად საქართველოს ჯერ კიდევ არ არის თანხმედრაში რუსეთის, ბელარუსისა და ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აბსოლუტურ უმრავლესობასთან. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს მიიღონ სასწრაფო და გადამწყვეტი ზომები რუსეთის მიერ ევროკავშირის სანქციების სისტემატური გვერდის ავლის შესაჩერებლად. ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას იმის გამო, რომ საქართველოს პორტების ნავთობ გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურისა და ნავთობის გადამტვირთავი ობიექტები შეიძლება გამოიყენონ რუსული ნავთობ პროდუქტების რეექსპორტის ან შერევის ხელშესაწყობად საერთაშორისო სანქციების რეჟიმების გვერდის ავლის მიზნით. ვთხოვეთ ლუქსემბურგის მხარეს, რომ ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ. განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოს სამხარაძემ ლუქსემბურგში. მისივე თქმით, ქართულმა მხარემ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ლუქსემბურგის მხარეს იმის შესახებ, თუ რა ხდება როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში. ახლახანს დასრულდა ჩვენი შეხვედრა ლუქსემბურგის პარლამენტის საგარეო და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებთან და კომიტეტის წევრებთან. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია საკითხებზე, რომლებიც ეხება ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე უსაფრთხოების ვითარებას ჩვენს რეგიონში, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში და ასევე ეკონომიკურ პროგრესს. მან ისაუბლა ლუქსემბურგის საგარეო უწყებაში გამართულ შეხვედრაზეც და აღნიშნა, რომ საგარეო უწყებაშიც დააფიქსირეს ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან დიალოგის განახლების საკითხზე თხოვნა. როგორც ვხედავთ, სეგრეგირებულ ევროკავშირს ქმნიან ვეტო არ არის უბრალოდ ხმაურიანი განცხადება, ეს არის წევრი სახელმწიფოს უფლება. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას, რომ ევროკავშირის ახალ წევრ სახელმწიფოებს ვეტოს უფლება არ ექნება. მისივე თქმით, ევროკავშირმა საკუთარ ღირებულებებზე, ფასეულობებზე და პრინციპებზე უარი თქმა მაშინ დაიწყო, როდესაც საქართველოს სრულიად უსაფუძვლო და უსამართლო კრიტიკა დაიწყო, თუმცა ალბათ ჯერ ყველაფერი წინაა. გარდა იმისა, რომ ფიზიკურად არც არის ცნობილი, როდის გაფართოვდება ევროკავშირი და როდის მიეცემათ კანდიდატ სახელმწიფოებს გაწევრიანების საშუალება, როგორც ვხედავთ, ახლა ისინი სეგრეგირებულ ევროკავშირს ქმნიან. ერთი ნაწილი არის უფლებით და კონკრეტული პრივილეგიებით, ხოლო მეორე ნაწილი სრულიად უუფლებოა, თუმცა აქვთ უამრავი ვალდებულება და სხვა წევრების მხრიდან კრიტიკის მიღების ვალდებულება, განაცხადა წილოსანმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა. შეხვედრის შემდეგ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან გაფართოებული შეხვედრა მიმდინარეობდა, რომლის დასრულების შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდა. სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი მეუღლესთან და სამთავრობო დელეგაციასთან ერთად თბილისს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყავალაშვილს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ შიო მესამეს. მივესალმებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე მიღწეულ შეთანხმებას. ვაფასებთ მედიაციის ძალისხმევას. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განცხადება X-ში გაავრცელა. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ნაბიჯი კონფლიქტის ხანგრძლივ მოგვარებას განაპირობებს. მივესალმებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე მიღწეულ შეთანხმებას. ვაფასებთ მედიაციის ძალისხმევას, რამაც ხელი შეუწყო ამ ურთიერთგაგების მისაღწევად საჭირო პირობების შექმნას. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გამოიწვევს ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების დადებასა და კონფლიქტის ხანგრძლივ მოგვარებას, განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერ სალომე სამადაშვილის განცხადებით, ლელო არ არის არც ერთი ოპოზიციური პარტიის ოპოზიცია და პარტია დამოუკიდებელ პოლიტიკურ ხაზს ატარებს. ამის შესახებ სამადაშვილმა პალიტრანიუსის გადაცემაში 360 გრადუსი განაცხადა. როგორც მან პარტია ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა, საზოგადოებას სჭირდება ძალა, რომელიც არა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლას შეძლებს, არამედ ცვლილებების შემდეგ ქვეყნის ეფექტიან და მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებულ მართვას უზრუნველყოფს. სამადაშვილის თქმით, ხელისუფლების მოქმედებების საქართველოს ევროპულ კურსს აზიანებს. მისი თქმით, ევროპარლამენტის არაერთ რეზოლუციაში საუბარია ქართულ ოცნებაზე, ზეწოლის გაზრდის აუცილებლობაზე და შესაძლო შედეგებზე, მათ შორის უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს.
ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემების მიმართულებით დრონები გაუშვა. ინფორმაციას NBC News-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით აშიშისთან კვირას გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მიუხედავად ირანმა ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების მიმართულებით დრონები მას შემდეგ ყოველღამე გაუშვა. ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით დრონებს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაფთა კორპუსი უშვებს. გამოცემის წყაროს ცნობით დრონები ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა ჩამოაგდეს და ამერიკის შეიარაღებული ძალები ჰორმუზის სრუტეში გემების მხარდაჭერას აგრძელებს. მივესალმებით შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით და შუამავალი ქვეყნების მხარდაჭერით მიღწეული შეთანხმების გამოცხადებას. ამის შესახებ დიდი შვიდეულის ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. ლიდერები ხაზს უსვამენ, რომ შეთანხმება იძლევა ისტორიულ შესაძლებლობას ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა აღიკვეთოს და მის რეგიონულ და ბალისტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საფრთხეები მოგვარდეს. დიდი შვიდეულის ლიდერების განცხადებით მტკიცედ უჭერენ მხარს პრეზიდენტ ტრამპის მიერ უზრუნველყოფილი ურთიერთგაგების მემორანდუმის მტკიცე და ყოვლის მომცველ დიპლომატიკურ შეთანხმებას, რომელიც რეგიონში ყველასთვის მშვიდობისა და უსაფრთხოების მომტანი იქნება. ხაზს ვუსვამთ ამ მიზნით მოლაპარაკებების აუცილებლობას, რათა გადაიჭრას ირანის მიერ რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ წარმოქმნილი საფრთხეები და უზრუნველყოფილი იყოს, რომ მათ არასდროს ჰქონდეთ ბირთვული იარაღი. აღნიშნულია განცხადებაში. რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს 5 ჯერ დაარტყეს, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა და 7 დაიჭრა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით დაზიანდა საგანმანათლებლო დაწესებულება, სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი შენობა. ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ივან ფედოროვის განცხადებით დაზიანდა ზაპოროჟიეს ეროვნული უნივერსიტეტის შენობა. რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში სლავიანსკსაც შეუტიეს. 3 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. თავდასხმის შედეგად სულ მცირე 117 კერძო სახლი დაზიანდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინასთან დაკავშირებით იდენტურ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას. ევროპელი ლიდერები მიმართავენ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს, რომ ისინი არაჩვეულებრივ ძალისხმევას იღებენ ბრძოლის ველზე და რეფორმებზე, რომელსაც შედეგი მოაქვს ყველა კუთხით, ვითარება უკრაინის სასიკეთოდ იცვლება. ევროკავშირი გვერდში გიდგათ ძვირფასო ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ხვალ რამდენიც საჭირო იქნება. გუშინ ისტორია დავწერეთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ფუნდამენტებზე პირველი კლასტერის გახსნით და 90 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების სესხის პირველი ტრანში გარდაუვალია, რომელსაც ძლიერი ფოკუსი ექნება დრონებსა და თავდაცვის შესაძლებლობებზე. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.